4-ის ნახევარია, ჩვენ ჯერ კიდე სარფის საზღვარზე ვართ, ველოდებით როდის გამოვა. მოდიკა, ამ დროს მოლამ დაიწყო განობა. Habibi, welcome to Bulgaria. ჩვენი ფეხით მივდივართ პოლიციაში, იქნება დაგვიჭირონ მაინც და დავიძარით გერმანიისკენ. ხუთი მამაცი გულანთებული გულშემატკივარი. დღევანდელი დღის მიზანია რომ გადავკვეთოთ სარფი ღამით. მე რასაც შევძლებთ თურქეთში მივლით და მე დავიძინებთ. აბა ეხლა ყველამ თქვათ ჩვენი სავარაუდო შედეგები რა მოხდება გერმანიაში როგორი ევროპის ჩემპიონატი ექნება ჩვენ გუნდს. ჩემი აზრით ჯგუფიდან გავალთ, თურქეთთან გონია რომ მოვიგებთ 1-0-ს. ჩეხეთთან გაგვიჭირდება და ფრედასრულდება და პორტუგალიასთან წავაგებთ და 4 გოლით გავალთ ჯგუფიდან. მოდი, შენას პორტუგალია გაგვანადგურებს. სამაგიეროდ თურქეთს უეჭველი უნდა მოვიგოთ და ჩეხეთთან ავით. სავარაუდო წავაგებთ. ჩემს მესამე ადგილით გავალთ ჯგუფიდან და გავალთ მეორე ადგილში. მაქსიმუმია შენი აზრით მერვეთფინდა. მერვეთფინდა მაქსიმუმია დავსახად და მესამე ადგილით ასე მგონია რომ ერთი მაგით გვაქვს შანსი რომ მესამე ადგილით გავწროთ. და ამ პირველი გოლის ფოთაშორის მე მგონია რომ გავა მეკარისგან ჩვენი გატანილი ცხადია გავა მეტოქის მეკარისგან მარცხენა ოდნავ მაღლა კუთხეში. სიზმარი ნახეთ, ხო? სიზმარი ვნახებია. ვის გააქვს? ვეღარ დავინახე სახეს ვერ მოაქვს. აი ეგ რო გახსოვდეს, კაიკუშ დამოაგდებდა კაც. აი მგონია რომ თურქეთს მოვუგებთ 1-0-ს უფრო ვფიქრობ, ხო და ჩეხეთთან გვაქვს შანსი 50-ი. ფრე რო თამაშობ, ჩემთვის სულად საკმარისია. აი პორტუგალია მგონია რომ არ დაგვაფასებს, გამოგვიყვანს რაღაც გადახალისებულ გუნდს და აი 0-0 მაინც თუ არა 1-0 წავაგოთ. სად ვართ ახლა? ახლა ვართ თერჯოლაში. გას ვასხავთ თერჯოლაში. ევროპა დასავლეთში უკვე ვარ. დასავლეთში ვარ. კი ბატონო. 4-15 წუთია ჩამოვედით სარფში. ეხლა უნდა გადავკვეთოთ საზღვარი და გავაგრძელებთ გზას თურქეთიდან გერმანიისკენ. ეს რამე დაძინება არ გვიწერია. 4-ის ნახევარია, ჩვენ ჯერ კიდე სარფის საზღვარზე ვართ, ველოდებით როდის გამოვა. მოდიკა, ამ დროს მოლამ დაიწყო განობა. თბილისში გეგონება თავის სადღაც აულაბარში, ქვაფენილიან ქუჩაზე. მაგრამ ამ დროს ხარ სტამბოლის ევროპულ ნაწილში. არა უშავს თევზები, რა ვიცი, ყველაფერი აქვს. ცხენი, ცხვარი, ეს ვინ არის? ნავიტანი თევზისუნია. ჩოუარა, ქორივიით. ისეთ შეგრძნება მაქვს, რომ თურქულ შარდენზე ვართ.
შარდენის ვარიანტში. აქ მე მგონი ახალი წელია ბიჭო. აი ეს კუჩა ხო იცი ლესელიძეს კუჩა. ლესელიძე შარდენი დაახლოებით მაგაზე აქვს. აგერ ბატონო ფერბურთი. დარტყმა კიეზა არტყავს კარში. და აგერ პირდაპირ ჩანს სასახლე სავით მეჩეთი ალამაზი. კამერა ვერ გადმოცემს ამ სილამაზეს. 16 ივნისი არის დილის 5-ის ნახევარი. ამ წამს გადმოკვეთეთ ბულგარეთის საზღვარი თურქეთიდან და უკვე შემოვაბიჯეთ ნამდვილ ევროპაში. სტამბოლი დავტოვეთ იძულებით, იმიტომ რომ ჩვენსა და ბუკინგზე ნაპოვნ ბინის პატრონებს შორის მოხდა გაუგებრობა. კერძოდ საბანში აღმოვაჩინეთ სხვადასხვა ტკიპა, კოღო, მხრნელი, რავი, ცხვარი არ ყავდათ, ერთი დაბმული თორე ყველაფერი ყავდათ და მოკლედ ღამე უნდა გაგვეთია სტამბოლში და ახლა რომ უნდა ვიყოთ შუაძილში სამწუხაროდ ასე იძულებით ვართ შუა ბულგარეთში. Habibi, welcome to Bulgaria. დილას როგორ გვეცინებოდა, მანქანა გადმოსვლაც კი არ ვიკადრეთ საზღვარზე ვიტყვით. როგორ მოგეწონათ ბულგარეთში გათეული ღამე? ყველა წინა გათეულ ღამეს შევდა. ყველა წინა ღამე შევდა, ხო? იმიტომ რომ ახლა გვეცინა. გვეძინა სუფთა საწოლზე. გვეცინა. უბრალოდ ისეთ შეჯდება არის რომ საბჭოთა კავშირში ვარ. საბჭოთა კავშირში ვარ, მაგრამ არა ვარ. საბჭოთა Алло. Лариса Ивановна хочу. ამოთო. მოგესალმებით. ყველაფერი. მოგესალმებით ბატონო შუა. როგორი იყო ბულგარეთში გამოძინება, კარგი დასვენება? იყო, მინდა გითხრა, მართალია სულ რაღაც 5 საათი მეძინა, მაგრამავს ახალდაბადებული ბავშვი ვიქცნო. ახალდაბადებული და ახალდაბანილი, ალბათ. ნამდვილად. მადლობთ სრული. კარგი იყოს. გამომწვევი პასუხი. ძალიან კარგი იყო, რა კარგად მეძინა. მერე ცოტაოდენი გამოძინებაც. რა წარია? აი კიდე ერთი ორი ღამე არ დაგაძინებ შენ. ცოტა. და ვიმგზავროთ ბოლომდე. ლაგოდარია. ლაგოდარია. დოვიჟდანე. I can lift you up. I can show you what you wanna see and take you where you wanna be. You could be my luck, even if the sky
ჰალო. ჰალო. გაგერბადელთ. გამოვგერმანებდი. ჰალო. ჰალო. ეს არის ჩვენი აპარტამენტი, აქეთ ცალკე ცხოვრობს ჩვენი ჰოსტი. იზოლირებულია. ეს არის ჰოლი, მისაღებები. აქ private room-ია, არ ვიცით რა ხდება. აქ არის სამზარეულო. აქ არის პირველი აბაზანა. ეს არის მისაღები ოთახი. კომფორტული დივანი, ტელევიზორი. აქეთ გვაქვს დიდი ოთახი მაგიდით. ძალიან ბევრი board game-ებია, მაგრამ ყველაფერი გერმანულად, ჰოლანდიურად არის და ასე. ესეც პირველი საძინებელი. საკმაოდ დიდი ოთახი. დავინაცვლოთ მეორე სართულზე. აქაც private ოთახი, არ ვიცი, ალბათ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი რაღაცა ფილმში ნახე. ეს ერთი საძინებელი. მეორე უბრალოდ ესეც მესამე საძინებელი. და მეორე სველი წერტილი. აქ გვაქვს ვერანდა. საკმაოდ მყუდრო, კარგი, გადახურვადი. და ვერანდიდან შეგვიძლია გავიდეთ ეზოში. ძალიან კარგი სივრცეა. 7 გარემო. მოკლედ იდეალური ვილა, იდეალური საცხოვრებელია. ფეხბურთთან ერთად შეგვიძლია შვიდადად დავისვენოთ. ჩავავედით გერმანიაში, გავიარეთ 4200 კილომეტრი, 3 დღეში დავფარეთ თურქეთი, ბულგარეთი, სერბეთი, უნგრეთი, ავსტრია და გერმანიაში შემოვედით. ეხლა ვემზადებით, მივდივართ დორტმუნდში, სიგნალ იძუნა პარკზე. პირველი მატჩი უნდა გავმართოთ თურქეთის წინააღმდეგ და ყველანი ფიქრობთ, რომ თურქეთს დავამარცხებთ აუცილებლად.
გამოხიკა ლუდი მაღაზიიდან. ვაგრეთვი ბესიკა მაგირად დაკრუგა მაგალაზე. ერთ მოთი გავარდა და გასკრა. მოდიკა ამას ვერ დავაქცე. არის ბელგიელების და გერმანელების შაირობა. ჰამბურგში ვართ ბიჭები და ჰამბურგერს ჭამთ. სირგები ვართ, გეკეცებით, სირგები. არა, ხო წამგემრიელია. მიერთვით ბიჭებო, არ მოგერიდოთ, ახალი გამომცხარია. გადაირე რა გიოდი.
ხო და 24 წელია და ჰანოვერში ვართ ბიჭები. აბა პროგნოზები გამოუშვით, რას ვიზავთ ხვალ პორტუგალიასთან. 2-0 ვიგებთ. შენ გაიხარ. შენ პირ შაქარი, ბარამბო. აბა ბატონო დავით, რა ვშვებით ხვალ? 2-1. მასე არ ქნა გერმანიაში ხელი მაინც. ვიგებთ. ჩვენი პირადი უსაფრთხოებისთვის. აბა ეს ყოველდღე არ მაქვს რა თქვა რომ ვიგებთ რა ანგარიშთ? სულ ერთი ანგარიში. სულ ერთია. თავარია მოვიგო. 3 ქულა ჩაიდოს ჯიბეში. პირდაპირ რონალდომ ჩაგვერიცხოს 1-0. გამოხედ დროა ყვარაცხელი ამ გოლი და გოლი გაიტანოს ხო? აჰა. გოლი და ამაზე უკეთეს მომენტს ვერ ნახავს. 85 წუთის ყვარაცხელი ახლა არის. 85 წუთის მერე? 85 წუთის მერე თუ გოლს გავიტანთ. მაშინ გაიტანს უეჭველი ცენტრალური მცველი. ვიგებთ 1-0. ან ბოლო წუთებზე გასული გოლი ყოველთვის არის ან ცენტრალური თავდამსხმელების, ან ცენტრალური მცველების. გავიტანოთ. ისე მამარდას ჩავა, სულფრე იქნა მამარდას უეჭველი ჩავა. თუ კიდე პეპემ შეგდოს თავის კარში თავი და ოღონდ გავიტან. აი, ო დამხავე, ცოტა შეაგდოს სკოლაში. მოლში პარკინგზე დავაყენეთ მანქანა და თურმე ეს პარკინგი მუშაობდა 9-ის ნახევრამდე. ხო და ჩვენი სახლი არის აქედან შორს და მანქანა არის ახლოს, მაგრამ არის დაკეტილ პარკინგზე. პასპორტები მანქანაში გვაქვს დატოვებული, ტელეფონები გვიჯდება. ხვალ თამაშია. ნაკრების თამაშია. თამაში კი არა, სახლი აღარ აქვს. არ ვიცი აღარც მანქანა აღარ აქვს. ეს ისკრეში. ცოტა გახსენს არ არის რომ აღანახე შენ არ არის. რვეულიც მანქანაში. რვეულიც მანქანაშია. ჩვენი ფეხით მივდივართ პოლიციაში, იქნება დაგვიჭირონ მაინც და ღამე მაინც გავათიოთ სადმე. ჩვენი ფეხით მივდივართ პოლიციაში, ქართველები, პირველი პრეცედენტი დაფიქსირდა გერმანიაში, რომ ქართველები თავის ფეხით მივიდნენ პოლიციაში. რაიმე, პოლიციამ ვერავთ ვერ დაგეხმარებითო, ხვალდილამდე არ გაიხსნება პარკინგიო და დავრჩით ჰანოვერში ქუჩაში. არ ვიცით სად დავიძინოთ, რა ვაკეთოთ, პასპორტები მანქანაში გვაქვს. ტელეფონები გვიჯდება. დავდივართ და ვეძებთ ადამიანს, რომ ვინმე იქნება გაგვიღოს პარკინგი. იმან ფოტო გადავა 91 პოლიციის ვერშველის შემდეგ სერვისში დავრეკეთ და მოვლენ სერვისიდან, ოღონ არ ვიცით როდის მოვლენ, მაგრამ როცა მოვლენო, კარს გაგიღებენ და 40 ევრო ქეშად უნდა ჩაახოტოთ. როგორ გადასახდელი ახლა 40 ევრო ლარებში? კარის გაღებაში. მიაწერე ნოტი ეს არ არის. მივაწერ. გაგვიღეს პარკინგის კარი, მოვედით მანქანასთან, გამოვიყვანეთ როგორც იქნა. ვერი ფიქრობ სტადიონია. საკონცერტო დარბაზია.
სანდრო, დანიშნე პენალტი. მეცველოდები უნდა შევარდე გეზერკიხეთში და მადე უნდა მოვჭრა როგორც ინამოზე. მადე უნდა მოვჭრა. ავიდა შალალა საქართველო კარგია საქართველო ო საპრის ბოლო კეთილია შეთანავარ ნურაფის თუ გეშინია შეთვის ვერი საპრის ბოლო კეთილია შეთანავარ ნურაფის თუ გეშინია ლაკაცი გაგვიგიჟდა დასაწვენია Yes, we have a next match. Yes, we have. Yeah. დავაწვინოთ. სამვაწვინეთ ფეხები აუწიეთ მაღლა.